საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან ევროპის ჩემპიონატის ახალი შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს გამართავს. რამაზ სვანიძის გუნდი საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის, მალტის, ლატვიის, საბერძნეთისა და გერმანიის 21 წლამდე ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს. მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ ორჯერ ითამაშა. სვანიძის მიზანი ამჯერადაც წარმატებული გუნდის ჩამოყალიბება. საქართველოს ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩს ქუთაისის რამა შენგელეს ახლობის სტადიონიდან 20 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ. თამაშებით საშუალო დონის ევროპულ გუნდს, თუმცა მათ აქვს თავის პლუსები, მათ აქვს ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, პლუს ამას ემატება ის, რომ 4 თამაში მათ უკვე ჩაატარეს, ამიტომ შეთამაშების ხრივ მათ პრობლემა ნამდვილად არ უნდა ქონდეთ. არავინ არაფერს არ დაგვითმობს, ჩვენი მოსაპოვებელი თვითონ მოვიპოვოთ მინდორზე. თამაშისთვის მაქსიმალურად ზატყოფნაში მოვედით როგორც შეიძლებოდა. და წინა შეკრებები, რა თქმა უნდა, უკვე დიდი ისტორია დაწერა ამ ნაკრებმა. კარგი თამაშები ვაჩვენეთ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მივაჩვიეთ ხალხი, ეს გულშემატკივრის მხრიდანაც მოოდინი იქნება, რა თქმა უნდა. ამ ყველაფერს ვიაზრებთ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი გავაგრძელოთ და მოვხდეთ ისევ ამ ევროპის ჩემპიონატზე.